მოგესალმებით. საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოგიდგენთ ყველაზე აზარტულ ლიტერატურულ შოუს წიგნების თარო. მე მისი წამყვანი სანდრო ლორთქიფანიძე ვარ და მინდა სტუდიაში მოვიწვიოთ დღევანდელი ჩვენი სტუმარი, ფილოლოგი, პროფესორი ბატონი ლევან ბერძენიშვილი. მოგესალმებით. ვადლობთ მობრძანებისთვის. დღეს ჩვენი ლიტერატურული ჩემპიონატის მე-16 ფინალების მე-5 თამაშია და სულ უფრო და უფრო მეტად შედის ეშხში ჩვენი თამაში. შესაბამისად, მე მინდა წარმოგიდგინოთ დღევანდელი ჩვენი თამაშის მონაწილეები. ჩემგან ხელმარცხნივ თბილისის 191 საჯარო სკოლა, ნატა, თათია და მარიამი. და ჩემგან ხელმარჯვნივ ჩაქვის პირველი საჯარო სკოლა, ნინო, იანა და ანა. გამარჯობა ბავშვებო, მზად ხართ სათამაშოთ? ხო არ ნერვიულობთ ცოტა? ბუნებრივია ცოტა ინერვიულებთ თამაშია. მაშინ მე გაგამხნევებ და გეტყვით, რომ გადაცემის ბოლოს თითოეული თქვენგანი მიიღებს სპეციალურ საჩუქარს გადაცემისგან წიგნების თარო, თუმცა ფაქტია ისიც, რომ მხოლოდ გამარჯვებული მოახერხებს გააგრძელოს ასპარეზობა ჩემპიონატში და იბრძოლოს მთავარი პრიზისთვის. მთავარი პრიზი კი გახლავთ ორკვირიანი საზაფხულო სკოლა დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯში. ძალიან კარგი. თამაშის წესებსაც გაგაცნობთ ძალიან მარტივად. ჩვენი თამაში შედგება 7 ძირითადი რაუნდისგან და ბლიც ტურისგან. თითოეული რაუნდი ფასდება სამქულიანი სისტემით. ანუ თუ თქვენ შეკითხვის დასმის პროცესშივე გამოიცნობთ მას, მიიღებთ 3 ქულას. თუ დაგჭირდებათ დამატებითი 30 წამიანი დრო, მაშინ მიიღებთ 2 ქულას. და თუ დაგჭირდებათ ამის შემდეგ სტუმრის მინიშნება, მაშინ მიიღებთ 1 ქულას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სტუმარი მზად არის, რომ დაგეხმაროთ. რამდენადაც ეს შესაძლებელია. გეტყვით ბლიც ტურზეც, მაშინ თქვენ უნდა აირჩიოთ ერთი მოთამაშე თქვენი გუნდებიდან და მან უნდა შეეცადოს 1 წუთის განმავლობაში, რაც შეიძლება მეტ შეკითხვას გასცეს სწორად პასუხი. თითოეული შეკითხვა და თითოეული სწორი პასუხი შესაბამისად ფასდება 1 ქულით. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ერთ-ერთ რაუნდს 7-დან ითამაშებს ჩვენი სტუმარი, ის დაუსვამს შეკითხვას თქვენს გულშემატკივარს, ამიტომ გულშემატკივრის აქტიურობა მნიშვნელოვანია, მათ შეიძლება დამატებითი 3 ქულა მოუტანონ გუნდებს. თუ ყველაფერი გასაგებია, მაშინ დავიწყოთ თამაში წიგნების თარო. დავიწყოთ. ყურადღებით მოემზადეთ. პირველი შეკითხვა. ნუ აჩქარდებით. და შეეცადეთ გამოიცნოთ წიგნების ციკლი, რომელმაც სახელი გაუთქვა მის ბრიტანელ ავტორს. ციკლი 7 წიგნადაა დაყოფილი. მე ვთქვი, ნუ აჩქარდებით, მეთქი, მაგრამ გისმენ იანა, შენი პასუხი არის? შენი პასუხი არის ჯოან როულინგის ჰარი პოტერი. ჰარი პოტერი? იმიტომ რომ 7 წიგნადაა დაყოფილი და იმიტომ რომ მაგრამ რო აჩქარდით? ღირდა. ღირდა შენთლი? სამწუხაროდ ამჯერად არ ღირდა და მე შეკითხვა უნდა გავაგრძელო სპეციალურად 191 სკოლის გუნდისთვის. ყურადღებით ბავშვებო, ვაგრძელებთ. 7 წიგნადაა დაყოფილი, როგორც გითხარით, რომლებსაც გამოგონილი სამყარო და რამდენიმე პერსონაჟი აერთიანებთ. პირველი წიგნი 1950 წელს გამოიცა. მომდევნო წიგნები კი შესაბამისად თითო წლის შემდეგ. საინტერესოა, რომ გამოცემის ქრონოლოგია არ ემთხვევა სიუჟეტის ქრონოლოგიას. ავტორი ხშირად მიმართავს ალუზიებს ქრისტიანულ იდეებზე, რაც ლოგიკურია, რადგან თავადაც ღვთისმეტყველი გახლდათ. ორიგინალური გამოცემა ცნობილია ასევე პოლინ ბეინსის საოცარი ილუსტრაციებით. დღეისათვის წიგნების 100 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. თარგმნილია 41 ენაზე, მათ შორის ქართულად. წიგნების ციკლს ფაქტობრივად მეორე სუნთქვა გაუხსნა 2005 წლის ეკრანიზაციამ, რომელსაც და ესე იგი არ დამაცადე შეკითხვის დასრულება. გისმენთ, ვინ პასუხებს? ნატა, გისმენ. ფიქრობ, რომ ეს არის ნარნიას ქრონიკები. ნარნიას ქრონიკები ასევე 7 წიგნად არის შენთვლი.
რატომღაც ეს ავტორი ხომ არ გახსოვს? არა 3-0. ეს სწორი პასუხია. გილოცავთ, გავაგზავნოთ. ჩაქვის სკოლას მოუწოდებ რომ გამხდებდნენ, ეს არაფერია, წინ მთელი თამაშია და მე გადავდივარ მეორე შეკითხვაზე. გამოიცანით წიგნი, რომელიც 1874 წელს დაიწერა და მისი იტალიელი ავტორისთვის საუკეთესო ისტორიულ რომანად ითვლება. ნაწარმოები რეალურ ისტორიულ ცნობებს ეყრდნობა და 19 საუკუნით ადრე განვითარებულ მოვლენებზე გვიყვება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ისტორიული ფაქტების გარდა ავტორი თავადაც ქმნის გარკვეულ რომანტიულ ხაზებს სიუჟეტში, მაგალითად, თავარი გმირის სიყვარული პატრიციის მიმართ ისტორიულად არ დასტურდება და ავტორის ფანტაზიის ნაყოფია. ზოგადად ავტორის შემოქმედების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის გატაცებული იყო ძველი რომით და მუდმივად ამ თემის გარშემო ტრიალებდა. ამ რომანში მან თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანი აღწერა, მონობის წინააღმდეგ აჯანყებული ინდივიდის საუკეთესო თვისებებით. განსაკუთრებით ცნობილია ამავე სახელწოდების ფილმი, რომელიც 1960 წელს გამოვიდა კინოეკრანებზე კირკ დუგლასით მთავარ როლში. თუმცა მსგავსებამ რომ არ მოგატყუოთ, გეტყვით რომ სინამდვილეში ფილმი ჰოვარდ ფასტის რომანს ეყრდნობა და არა ჩვენი იტალიელი ავტორისას. შეკითხვის დასმის პროცესში არ გაჩნდა ვერსია, ამიტომ წავიდა დამატებითი 30 წამი. ამოიწურა 30 წამი და მე ბედნიერი ვარ, რომ უნდა გადავინაცვლო ამჯერად ჩვენ სტუმართან, რომელიც დაეხმარება გუნდებს. ძვირფასო ბავშვებო, ამ რომანში მოქმედება ხდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე, რომის იმპერიაში. მოქმედების მთავარი გმირი არის თრაკიელი მონა, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ მიიღო თავისუფლება იმპერატორისგან, არ დაიკმაყოფილა თავი ამით, აიყოლია სხვა მონებიც და მოაწყო დიდი აჯანყება, რომელსაც შეუერთდნენ მისი მეგობარი გლადიატორები. სტუმრის მინიშნება დასრულდა, ვერსია ისევ არ არის. არის. იანამ გარისკა, გისმენ. ანუ ზოგადად ამ პერსონაჟის სახელი ვიცდა, შეიძლება წიგნის სახეს დამეთქვა სპარტაკი. სპარტაკი? დიახ. სპარტაკი დარწმუნებული ხარ. ეგ პიროვნება რა თქმა უნდა სპარტაკია, თრაკიელი მონა. ანუ პიროვნება ნამდვილად სპარტაკია, მაშინ დარწმუნებული ხარ. კი, ანუ პიროვნება. მაშინ 3-1, ნაწარმოებსაც ნამდვილად ასე ვქვია. ამ შემთხვევაში ავტორი არის რაფაელო ჯიოვანოლი და რა სიტყვით, ბატონ ლევან, აბსოლუტურად ზუსტი პასუხია. აბსოლუტურად ზუსტია. ეს რო არ ეთქვა, მე უნდა მეთქვა, რომ ამ სახელწოდების საფეხბურთო კლუბი არსებობს. ესაც დამატებითი მინიშნება იქნებოდა ნამდვილად. დიდი მადლობა სტუმარს. ჩვენ კი გავაგრძელოთ ჩვენი თამაში. ყურადღებით, ანგარიშია 3-1 და ვაგრძელებთ. მესამე შეკითხვა. ნაწარმოები კი, რომლის გამოცნობაც ახლა მოგიწევთ, თავდაპირველად უფრო მცირე ფორმით 1959 წელს დაიბეჭდა. ჟურნალში ფენტეზი და სამეცნიერო ფანტასტიკა. მომდევნო წელსვე მოთხრობამ პრემია ჰიუგო დაიმსახურა და სწორედ ამის შემდეგ ავტორმა გადაწყვიტა განევრცო სიუჟეტი და რომანად ექცია. რაც ასევე წარმატებული გამოდგა, რამე თუ 1966 წელს პრესტიჟული პრემია ნებულათი დაჯილდოვდა. როგორც ცნობილია, ნაწარმოების დაწერის იდეა ავტორს მაშინ გაუჩნდა, როცა ინგლისურ ენას ასწავლიდა შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვებს. გადმოცემით, ერთ-ერთ მოსწავლეს უკითხავს:
გადაიყვანდა თუ არა ავტორი მას ჩვეულებრივ სკოლაში, თუ კი ის მონდომებით იმეცადინებდა და უფრო ჭკვიანი გახდებოდა. რომანი სულ ახლახანს ითარგმნა ქართულად და დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუმცა კურიოზულია ის ფაქტი, რომ დაუკვირვებელ მკითხველს ხანდახან მისი საწყისი გვერდები კორექტურის შეცდომა ჰგონია. ვერსია არ არის და 30 წამიანი დამატებითი დრო იფიქრეთ. ამოიწურა 30 წამი რაღაცას ძალიან გამალებით ამომტკიცებდნენ ერთმანეთს ორივე გუნდის მოთამაშეები, მაგრამ მე ისე უნდა გადავინაცვლო ჩვენ სტუმართან. გთხოვთ. ძირფასო ბავშვებო, ამ შესანიშნავი ნაწარმოების მთავარი მოქმედი გმირი არის გონებრივი შეზღუდული ადამიანი. გვიყვება პირველ პირში. იგი დათანხმდა იმისთვის, რომ გამხდარიყო უფრო ჭკვიანი, დათანხმდა ძალიან სპეციალურ ექსპერიმენტს, კერძოდ ოპერაციას და ამ ოპერაციის შემდეგ იგი გახდა ძალიან თქვენსავით ჭკვიანი. ვერ აიღეს გუნდებმა ეს შეკითხვა. საუბარი იყო მართლაც შესანიშნავ ნაწარმოებზე. დენიელ კიზის ყვავილები ელჯერნონისთვის იყო ამჯერად შეკითხვის სწორი პასუხი. ანგარიშია 3-1 ანგარიში უცვლელია და ჩვენ გადავდივართ მეოთხე შეკითხვაზე, რომელსაც სპეციალურად ჩვენი სტუმარი დაუსვამს თქვენს გულშემატკივარს, ამიტომ ამჯერად გულშემატკივარს მოუწოდებ, რომ ყურადღებით იყო. გთხოვთ, არც თქვენ არ იჩქაროთ, შეეცადეთ გამოიცნოთ რომანი, რომელიც ნობელიანტ მწერალს ეკუთვნის, დაწერილია 1998 წელს და როგორც ცნობილია, გამოცემიდან 3 კვირაში 85,000 ეგზემპლარი გაიყიდა. ნაწარმოები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საქართველოშიც, რაც ნაწილობრივ იმის დამსახურებაცაა, რომ ავტორი ამ 2 წლის წინ გვესტუმრა ჩვენს ქვეყანაში. თავად ავტორის შეფასებით რომანი სავსეა ოპტიმიზმით და ფერადოვნებით, მართლაც ეს უკანასკნელი ნაწარმოებს არაკლია, თუნდაც იმ ხატრების დამსახურებით, რომელიც რომანში არიან მოხსენიებული და რომელთა ნახატებსაც ამავე რომანის გმირები საუკუნეთა განმავლობაში ქმნიან. წიგნსაცავებისთვის იქნება ეს ნახატები. ნაწარმოები სავსეა მხატვრული სახეებითა და ძვირფასი მეტაფორებით, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება მხოლოდ 9 დღის განმავლობაში ვითარდება 1591 წლის თოვლიანი სტამბოლის ფონზე. ნაწარმოების მთავარი გმირები კი მინიატურისტები არიან და თითოეულ თავში პირველ პირში გადმოგვცემენ უცნაური მკვლელობის ამბავს. არის ვერსია, აბა გისმენთ. ეს არის უმანკოების მუზეუმი ორჰან ფამუქის. ორჰან ფამუქის უმანკოების მუზეუმი. დარწმუნებული ხართ? ასე ვფიქრობ. კარგი, მეორე გუნდის გულშემატკივარს რა ვერსია ხონდა? ორჰან ფამუქის თოვლი. უმანკოების მუზეუმი თოვლის წინააღმდეგ. მე სტუმარს უნდა ვთხოვო გითხრას რაშია საქმე სინამდვილეში. ესე იგი რაც მართალია, ავტორი გამოიცნეს, ორჰან ფამუკი ნამდვილად არის ის ავტორი ნობელიანტი, რომელიც სტუმრობდა საქართველოს. უმანკოების მუზეუმის და თოვლიც ნამდვილად არის მისი რომანები, მაგრამ ეს რაც მე ვიკითხე არც ერთი არ არის. ამ რომანს ქვია, მე მქვია წითელი. ამაში იყო საქმე, მე მქვია წითელი, მე წითელი მქვია, გნებავთ. ანგარიში ისევ უცვლელია, ისევ 3-1 და გავაგრძელოთ თამაში. აპლოდისმენტები გავამხნევოთ ჩვენი გუნდები. მათ ეს ჭირდებათ ნამდვილად, იმიტომ რომ ახლა დაიწყება მთავარი ეტაპი, ვინ გაიჭრება წინ, ვინ ამოქაჩავს თამაშს. ნახოთ. მეხუთე შეკითხვა. გამოიცანით რომანი, რომელიც მე-17 საუკუნის დასაწყისში გამოიცა და უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია არა მხოლოდ ავტორის შემოქმედებაში, არამედ მსოფლიო ლიტერატურისთვისაც. იმდენად, რომ 2002 წელს ნობელის ინსტიტუტმა ყველა დროის საუკეთესო რომანად დაასახელა. როგორც ცნობილია, ავტორს ყოველთვის ჰქონდა ინტერესი ბალადებისა და რაინდული რომანების მიმართ.
შესაბამისად, კარგად იცნობდა მათ, რაც მშვენივრად ასახა კიდეც თავის ნაწარმოებში. ამბობენ, რომ თავარი გმირის ერთგვარ პროტოტიპად ცნობილი ესპანელი დრამატურგი ლოპე დე ვეგა იქცა, რომელიც თითქმის მთავარი გმირივით მოიქცა, როცა ოჯახი მიატოვა და ჰეროიკული იდეებით შეპყრობილი უძლეվել არმადას გაყვა საბრძოლველად. ნაწარმოების ავტორი აქილიკებს თავისი კონკურენტის ასეთ გადაწყვეტილებას და ამ ირონიას რაინდული რომანების მიმართ ლოგიკურ მიზეზს უძებნის რომანის მთავარი გმირის თავგადასავლიდან გამომდინარე. ნაწარმოები 2 ტომისგან შედგება, რომელთაგან მაშინვე, ესე იგი ელოდებოდა 191-ე, როდის ვიტყოდი 2 ტომს და 2 ტომი ვთქვი თუ არა, მაშინვე დააჭირეს. აბა, გისმენ თათია. ჩვენი აზრით ეს არის სერვანტესის დონ კიხოტი. დონ კიხოტი. 2 ტომისგან დონ კიხოტი. და ლოპე დე ვეგა შეიძლება იყოს დონ კიხოტის პროტოტიპი, ერთ-ერთი ვერსიით, ასე თვლი. და შინაარსით მიახლოებით მაინც მივამსგავსეთ თან რაინდულ თემატიკას. რაინდულ თემატიკაზე, თუმცა მე-17 საუკუნის ნაწარმოები ამ დროს ბევრი რამ იწერება რაინდულ თემატიკაზე და მეთანხმებით ალბათ. ბევრი ვარიანტიც იყო კიდევ ქონდა. მე იცი რა ვთვლი, რომ ახლა ანგარიში ხდება 6-1. გილოცავთ. შესანიშნავი თამაში, მშვენიერი, მეტად უნდა გარისკოთ, ბავშვებო, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ უფრო მეტად გამხნევდეთ, გამოცოცხლდეთ და გავაგრძელოთ ჩვენი თამაში. 6-1-ია, თუმცა ჯერ კიდევ შეიძლება თამაში შემოbrunება მე-6-ე შეკითხვა. ჩვენი მომდევნო შეკითხვის ობიექტი ასევე რომანია, რომელიც პირველად 1975 წელს გამოიცა საქართველოში. რომანი 5 ნაწილისგან შედგება და მისი ავტორის შემოქმედებაში მთავარ ნაწარმოებად ითვლება. სიუჟეტი უძღები შვილის იგავს ეფუძნება და შესაბამისად ნაწარმოების მთავარი გმირიც ოჯახის უმცროსი შვილია, რომელსაც სახლის დატოვების შემდეგ დიდი თავგადასავალი ელის წინ. დააჭირა იანამ უძღების ეფუძნება დოჩანაშვილის 60-ელი პირველი ჩვენი. უძღები შვილის იგავის შესახებ. ხო, დიახ. დოჩანაშვილის 60-ელი პირველი წაგიკითხავს? კი. გიყვარს? კი. გუნდის წევრებიც ეთანხმებიან ამ ყველაფერს? კი, აი. მაშინ 6-4. გილოცავთ, ეს 60-ელი პირველია მართლაც. დაძაბული თამაში მიდის, არ უთმობენ გუნდები ერთმანეთს არაფერს. დარჩა ძირითადი შეკითხვებიდან ბოლო შეკითხვა. მზად ხართ ბოლო შეკითხვისთვის? მაშინ მით უმეტეს რომ სხვაობა ძალიან მცირეა, ნუღა დავაყოვნებ და გადავიდეთ მე-7 შეკითხვაზე. მე-7 შეკითხვა. შეეცადეთ გამოიცნოთ ნაწარმოები, რომელიც სამაგალითოა თავის ჟანრში და 1594-95 წლებით თარიღდება. დღემდე გაურკვეველია ნაწარმოების პირველ წყაროს ნამდვილობა, თუმცა იტალიური ყოფა და მისი თავისებურებები, რომელიც ამ პიესაშია აღწერილი, გვაძლევს საშუალებას, რომ სიუჟეტის რეალურობა დავიჯეროთ. საინტერესოა ისიც, რომ ანალოგიური ფაბულა ანტიკურ ლიტერატურაშიც გვხვდება. კერძოდ რომაელ პოეტ ოვიდიუსთან პირამოსისა და თისბეს ისტორიაში. პიესა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ინსცენირებათა რაოდენობის თვალსაზრისით. ასევე ხშირია მისი ეკრანიზაციის შემთხვევებიც, რომელთაგან ყველაზე ცნობილია 1968 წელს ფრანკო ზეფირელისა და 1996 წელს ბაზ ლურმანის ფილმები. აღსანიშნავია, რომ ქალაქი, რომელშიც პიესის მოქმედება ვითარდება, სწორედ ამ პიესას უნდა უმადლოდეს ტურისტთა სიმრავლეს, რომლებსაც თავის მხრივ განსაკუთრებით აინტერესებთ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის სახლის აივნის მონახულება. დაასწრო თათიამ, დაასწრო 191-ემ. რაზე, რა პასუხი? გისმენ, სწრაფად, მითხარი. არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ სახლის მონახულებაზე ვიფიქრე, რომ აინტერესებთ
ტრანსილვანია და აინტერესებთ დრაკულას. დრაკულა, ტრანსილვანია, იტალიაში. Campinas. ეს არ აღმოჩნდა სწორი პასუხი, ამიტომ 30 წამიანი დამატებითი დრო სპეციალურად ჩაქვის პირველი საჯარო სკოლისთვის. შეგიძლიათ იფიქროთ. ამოიწურა დამატებითი დრო და გადავდივართ ისევ ჩვენს ძვირფას სტუმართან ბატონო ლევან გთხოვთ კიდევ ერთხელ დაეხმაროთ ჩვენს გუნდს. ძვირფასო გამომცნობებო. ეს არის პიესა, რომელშიც ლაპარაკია ახალგაზრდა წყვილის სიყვარულზე. ესაა შეყვარებულების ამბავი, რომელთა სიყვარული არ შეიძლება რაღაც მიზეზის გამო. და დააჭირა იანა. შექსპირი რომეო და ჯულიეტა. რატომ? ანუ შეგიძლია კიდევ დააჭირო თუ ასეთი დარწმუნებული ხარ ამ პასუხში. რატომ ჩათვალე ასე უცებ შეგიძლია მითხრა? ორი ადამიანის სიყვარული, რავი, მონტეგი კაპულეტები, მათ შორის ტრობა, რაღაც მიზეზის გამო შეუძლებელი იყო. დიდი მადლობა ბატონო ლევან, ანგარიში ხდება 6-5. ეს ნამდვილად რომეო და ჯულიეტა. ვერონაში ჯულიეტას აივნის ნახვა სურს ტურისტთა უმრავლესობას ნამდვილად და ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს ჩვენი თამაში, იმიტომ რომ ბლიც ტურის წინ 6-5-ია ანგარიში, ერთი ქულა ბლიც ტურში ფაქტობრივად ძალიან მარტივი ამოსაქაჩია და ამიტომ მე უნდა ვთხოვ ახლა გუნდებს, რომ მათ აირჩიონ ერთი მოთამაშე, რომელიც ითამაშებს ჩემთან ბლიც ტურს. ვინ ითამაშებს ბლიც ტურს ჩემთან 191 სკოლიდან? ნატა ითამაშებს ჩვენთან. ნატა ითამაშებს. კეთილი. მაშინ თათიას და მარიამს უნდა ვთხოვა რომ გადაინაცვლონ გულშემატკივრებში. ვინ ითამაშებს ჩემთან შაქვის პირველი სკოლა? იანა. შესაბამისად ნინომ და ანამ გადაინაცვლონ გულშემატკივრებში. დაიძაბა მდგომარეობა. ძალიან მცირე სხვაობით, მაგრამ წინ არის 191 სკოლა, ამიტომ პირველი ბლიცი მე შენთან უნდა ვითამაშო. ნატა. მზად ხარ? დავიწყოთ. ასე ქვია ჰარი პოტერის დედას. შემდეგი. ლილი, ვაჟა-ფშაველას ნამდვილი გვარი იყო? შემდეგი. რაზიკაშვილი, უილიამ ფოლკნერის ხმაური და შვიდობა. ძინვარება. ვინ არის უთავო მხედარის ავტორი? მაინრედი. სწორია. ჯეკ კერუაკის ყველაზე ცნობილი რომანი? 1984. გზაზე. ვინ აღწერა ფრანსუა რაბლემ პანტაგრუელთან ერთად? შემდეგი. გარგანტუა. ჯეიმს ბარის ბიჭუნა, რომელიც არ იზრდება? შემდეგი. პიტერ პენი. მან მოგვითხრო ტილ ულენშპიგელის შესახებ? შემდეგი. შარლ დე კოსტერი. რისი ბაღია ჩეხოვის პიესის სათაურში? ალუბლების. სწორია. როგორია მეგობარი გი დე მოპასანთან? ლამაზე. სწორია. რადიარდ კიპლინგის ველური ბიჭუნა? შემდეგი. მაუგლი. სწორედ ისაა ულისეს ავტორი? ფოლკნერი. ჯეიმს ჯოისი. რომელი ქუჩის ძაღლებზე გვიყვება აკა მორჩილაძე? შემდეგი. ფალიაშვილის. რომელ ქვეყანაში მიმდინარეობს წითელი და შავის მოქმედება? საფრანგეთში. სწორია. დრო ამოიწურა. შენ გაქვს 4 სწორი პასუხი. აპლოდისმენტები. ანგარიში გაიზარდა კიდევ უფრო და მე ახლა უნდა გადავიდე მეორე გუნდთან, შესაბამისად იანა შენთან და შენ უნდა ითამაშო ბლიც ტური. მზად ხარ? კი. კი თუ კი? კი. კარგი. მაშინ დავიწყოთ. მიგით. რა არსებაა ნაგინი პოტერიადაში? შემდეგი. გველი. რა მეორე სახელით ვიცნობ ნიკოლოზ ბარათაშვილს? ტატო. სწორია. ვინ არის ცხოველების ფერმის ავტორი? ჯორჯ ორველი. სწორია. როგორი კუნძული აღწერა ჟიულ ვერნმა? შემდეგი. საიდუმლო. რა ნომერია კურტ ვონეგუტის სასაკლაო? არ ვიცი, შემდეგი. 5. გვიმპლენი, ანუ კაცი, რომელიც იცინოდა. სწორია. ვინა კამელოტის მეფე თომას მელორის მიხედვით? არტური. სწორია. ვინ დაწერა მისის დოლოუეი? შემდეგი. ვირჯინია ვულფმა. ვინ დაუწყვილა ბულგაკოვმა ოსტატს?
მარგარიტა. სწორია, რომელ ქუჩაზეა მკვლელობა ედგარ პოს მოთხრობის სათაურში? მორგის. სწორია, ედგარ ბეროუზის ველური ბიჭუნა. შემდეგი. ტარზანი, რა ჰქვია პუშკინის ონეგინს? ევგენია. სწორია, რომელმა ქართველმა დაწერა მშვიდი ცურვა? შემდეგი. ირაკლი ჩარკვიანმა, რომელ ქვეყანაში მიმდინარეობს ნორვეგიული ტყის მოქმედება? შემდეგი. იაპონიაში. ლიზბეთ სალანდერი, ანუ გოგონა? დრაკონის სტატუთი. სწორია. დრო ამოიწურა. შენ გაქვს 8 სწორი პასუხი. შესაბამისად, მე მინდა გუნდის სხვა წევრებს ვთხოვო, რომ გადმოინაცვლონ სათამაშო ადგილებთან. საკმაოდ დაძაბული თამაში გამოვიდა და მე უნდა გამოვაცხადო საბოლოო ანგარიში, რომელიც გახლავთ 13-10. გილოცავთ. აი ეს არის ბლიცტური. ეს არის ბლიცტურის მთელი ეფექტი, რომელშიც მოთამაშეს შეუძლია ამოკაჩოს, თუმცა ნამდვილად შესანიშნავი თამაში აჩვენა ორივე გუნდმა, ორივე გუნდის მოთამაშეებმა. ბატონო სტუმარო, რა სიტყვით დამეთანხმებით ალბათ რომ კარგი თამაში იყო. კარგი თამაში იყო, განსაკუთრებით ბლიცტური იყო ძალიან შტამბეჭდავი. ძალიან. ოჩახ ჩაკფი, ბლიცტური. ოჩახაიანა. დიდი მადლობა ბავშვებო. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ორივე გუნდის კარგი თამაშისა, ასპარეზობას აგრძელებს ჩაქვის პირველი საჯარო სკოლა და იბრძვის თავარი პრიზის მოსაპოვებლად. გილოცავთ და ახლა დგება ის მომენტი, რომელზეც მე გადაცემის დასაწყისში ვსაუბრობდი, როცა თითოეულ თქვენგანს უნდა გადმოგცეთ სპეციალური საჩუქრები წიგნების თაროსგან. ნახოთ რა გვაქვს ჩვენ. ეს არის ლორენ ოლივერის დელირიუმი და ძალიან ლამაზი ხელნაკეთი ბლოკნოტი და ჩვენი ჩანთაც, ასევე შენ ანა და თქვენ თითოეულ მონაწილეს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შესანიშნავი თამაშისთვის. ჩვენი შოუ გრძელდება, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა სტუმარს, რომ მაქსიმალურად ეხმარებოდა ბავშვებს. ჩვენ შემდეგ გადაცემაში კი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლა და თბილისის სკოლა კანდიდი. დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო თამაში იქნება, ამიტომ გთხოვთ და მოგიწოდებთ, რომ უყუროთ ყველაზე აზარტულ ლიტერატურულ შოუს წიგნების თარო. გვიგულშემატკივრეთ და ითამაშეთ ჩვენთან ერთად. ნახვამდის. აბრაზებული ხარ. Verastros más solichkuas Verastros más solichkuas Julia დაიწყო. აი თამაში, ანუ ბლიცი არის ძალიან თამაში. Verastros más solichkuas მე წითელი მქვია, ხო? Verastros más solichkuas